1 ოქტომბერს. მან შენ მოგი ეს 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში გადაღებული კადრებია. ნიკა მელიაძე თავდასხმიდან 2 დღის შემდეგ სულხან საბა ნიკოლეიშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა. თუმცა 2 წელი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ პოლიტიკოსის თანამოაზრეების მხრიდან საპასუხო რეაგირების შედეგად ტკივილი განიცადა. ახალი ჩვენების საფუძველზე საქმეს მსვლელობა მიეცა და პოლიციამ კიდევ 2 პირის კოალიციიდან ცვლილებისთვის ცოდნე მირცხულავას და მელიას დაცვის წევრის გაბრიელ კობაიძის ბრალეულობა გამოავლინა. ისინი თავდამსხმელის განეიტრალებას ცდილობდნენ. აღიარებითი ჩვენების და ვიდეომტკიცებულების მიუხედავად ნიკოლეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა. ნიკას ადვოკატებმა ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით. შევიდნენ ნიკასთან საპატიმრო დაწესებულებაში და მოხდა მისი ფორმალური გამოკითხვა. ჯერ კიდევ 2024 წლის 13 აგვისტოს მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ პირის იდენტიფიცირება და გამოკითხვა ამ საქმეზე, ვინც ნიკას დაესხა თავს. ამ ადამიანმა მიცა სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენება და თქვა მან, რომ ამ ჩვენებაში რომ ის პოლიტიკური ნიშნით დაესხა ნიკა მელიას, თავის დროზე რომ ეფექტურად ემუშავა გამოძიებას და ეს პირი მიეცა პასუხისმგებაში, დღეს უკვე ის საპატიმროს უნდა ტოვებდეს. უფლებადამცველებისთვის სამართლებრივი პარადოქსია ის, რომ თავდამსხმელისა და მელიას თანმხლები პირების წინააღმდეგ საქმე იდენტური მუხლით მიმდინარეობს, რაც საარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლას და ძალადობას გულისხმობს. მირცხულავასთვის ეს ბრალი აბსურდული და სასაცილოა, რადგან მას იმ კამპანიისთვის ხელშეშლაში ასამართლებენ, რომელსაც თვეების მანძილზე თანაგუნდელებთან ერთად თავად გეგმავდა. იგი არ ეთანხმება ძალადობის ნაწილსაც და ამბობს, რომ თავად მოძალადის შეჩერებას ცდილობდა, რადგან ნიკოლეიშვილი აგრესიული იყო და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აგრძელებდა იქ მყოფი სხვა პირების მიმართ. 126 მუხლის პირველი ნაწილი ვიყავი დაბარებული და 162-ის პრიმა დამხდა, რაც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიაში ხელშეცვლას. სანქცია იგივე დარჩა, თუმცა მუხლი დამხდა გადაკვალიფიცირებული. სასაცილოა მე და მოძალადეს ერთნაირი კვალიფიკაციის მუხლი როცა ვარ. ამ ქვეყანაში მიჩვეული ვარ ფორმალ სტანდარტებს. 2 წელია მოხდა ინციდენტიდან გასული და დღეს დააყენეს პასუხისმგებაში ეს საკითხი. მოკლე შეფასება ამაზე რაც შეიძლება ის არის, რომ ქართული ოცნება ანგარიშის წორებაზეა გადასული სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, პოლიტიკოსების მიმართ, ცდილობს ყველანაირ მარშრუტებში მოაქციოს ეს ხალხი. თუმცა ყველას გვაქვს ძალიან მარტივი მოწყობილობა, რა ვიბრძვით იქამდე სანამ არ გავიმარჯვებთ. გამარჯვება რო დადგება, აუცილებლად ყველა მოძალადე მიეცემა პასუხისმგებაში. უცნობია რა მტკიცებულებები დევს საქმეში და რის საფუძველზე გაგრძელდა თაროზე შემოდებული საქმის გამოძიება 2 წლის შემდეგ. ინციდენტის თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ გამოძიებიდან ამ დრომდე არავინ დაჰკავშირებიათ. ამასთან ეჭვობენ, რომ ნიკოლეიშვილის მელიაძე თავდასხმა უცნების მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ცოტნე მირცხულა, რომელზეც საქმე აღწრეს, რეალურად იქ ვითარების განეიტრალებას ცდილობდა, რის მომსწრეც ვიყავი მე, იქიდან გამდინარე, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთ-ეტაპიანი თავდასხმა, შემდეგაც გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თავშეკავებულობა იყო, იქიდან გამდინარე, რომ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ანუ ამ პროვოკაციას გულისხმობ, იქიდან გამდინარე, რომ პროპაგანდისტული მედია საშუალებები, როგორც არის პოსტივი და იმედი ზოგადად არასოდეს არ დადიან ხოლმე ოპოზიციურ შეხვედრებზე ან ღონისძიებებზე და ეს ის გამონაკლისი იყო და თავიდანვე ვიცოდით, რომ აქ რაღაცა მოხდებოდა და მაქსიმალურად გვინდოდა, რომ ყურადღება გამოგვეჩინა და როგორც ხედავთ, არც ერთი მანდ მყოფი ადამიანი გარდა 2 კონკრეტული პირისა, რომელიც თქვენთვის არის ცნობილი, არ ვართ გამოკითხვაზე დაბარებულები, არც მათ შორის მე თვითმხილველი. სამტრედიის პოლიციის მთავარ სამმართველოში მირცხულავა კობაიძის მხარდასაჭერად დღეს პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც მივიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. ოცნების ხელისუფლება კი სჭის ყველას, ვინც მათ მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. ნაცირალა კრიმინალი ქართული ოცნების მიერ მოგზავნილი ადამიანი თავს დაესხა ნიკა მელიას. 2 წელი ეს საქმე იდო თაროზე, არც გამოძიება, არც პასუხისმგებაში იქნა მიცემული არავინ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი პარტიის წევრების მიმართ აღიძრა საქმე ადამიანების მიმართ, ვისაც უნდოდა, რომ ეს ადამიანი პოლიციისთვის გადაეცა, საბოლოო ჯამში ეს ადამიანი სუსმა იქიდან გააბარა. ეს არის ცხადი და კაფრიო გამოხატულება იმისა, თუ როგორი მართლმსაჯულების სისტემაა დღეს ქვეყანაში.
ქართული ოცნება მოგიგზავნოს ტიტუშკას, შეურაცხყოფას მოგაყენებს და ამის პასუხი ან ამაზე პრევენცია შეიძლება გახდეს დასჯა. ეს არის ქართული ოცნების ბუნება. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ვერც სოფლში აშინებენ ამით და ვერც ერთ ჩვენს თანამებრძოლს. რა აბსურდია რომ გესმოდეთ, ესე იგი პროკურატურა გვეუბნება რომ ცოტნე მირცხულავამ საკუთარ თავ შეუშალა ხელი, წარდგენილი ბრალი ამას ამბობს, იმიტომ რომ წარმოადგენდა პარტია ახალს წინა საარჩევნო კამპანიის დროს და ბრალად უყენებენ კამპანიაში ხელი შეშლას, მაგრამ სავარაუდოდ შუაგზაზე მიხვდნენ რომ რაღაცა ტიპის იზოლება იყო ეს, იმიტომ რომ საქმე ისე აღარ დაალაგდა როგორც მათ უნდათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთვის არის გაუგებარი ამ თემის გაცოცხლება, იმიტომ რომ ქართული ოცნება ამ თემის გაცოცხლებით, ამ არქივის გაცოცხლებით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს როგორი შერჩევითია სამართალი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. სასამართლო პროცესი სამშაბათს სამტრედიაშია ჩანიშნული. სწორედ 11 აგვისტოს გადაწყდება მოსამართლე ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს თუ ჯარიმით შემოიფარგლება.